როგორ იცავენ თავს პატარა ქვეყნები? ამის შესახებ ზოგადად ჩემს წინა ვიდეოში ვისაუბრე, ეხლა კი მინდა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, ფინეთზე ვისაუბროთ. როგორც ისეთ ფინეთი სულ ახლახანს შევიდა ნატოში. მანამდე კი ის მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყო მისი დიდი მეზობლის რუსეთის წინააღმდეგ, რომელთანაც 1340 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ფინეთის მოსახლეობა ჩვენზე არც თუ ისე ბევრად მეტია, 5.5 მილიონი. თუმცა ფინეთში თავდაცვა მხოლოდ ჯარის საქმე არ არის, ის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა. ზოგადად ალბათ ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვა შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიად შევაფასოთ. პირველი ეს არის ადამიანური რესურსი, ჯარისკაცები ასე ვთქვათ, მეორე ეს არის შეიარაღება და ტექნიკური აღჭურვილობა, მესამე კი ეს არის თავდაცვითი ინფრასტრუქტურა. განვიხილოთ თითოეული. ფინეთს ყავს ჩვენზე მცირე პროფესიული არმია, სულ რაღაც 24000 ადამიანი. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. მათი ძალა რეზერვშია. ფინეთში მამაკაცებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახური მოქმედებს, რომლის შემდეგაც თითოეული მათგანი ირიცხება რეზერვში. შედეგად, ომის შემთხვევაში финეთს შეუძლია 290000 სრულად აღჭურვილი და გაწვრთნილი რეზერვისტის მობილიზება. ხოლო მთლიანად გაწვრთნილი რეზერვის რაოდენობა 900000-ს აღემატება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი დასავლეთ ევროპის მასშტაბით. რაც შეეხება შეიარაღებას. მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმეტესობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ ხარჯავდა, რაც მინიმალური ნატოს სტანდარტით დადგენილი ოდენობაა, ფინეთი ამაზე მეტ 2.5%-ს ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიურად. ამან კი ფინეთს საშუალება მისცა ყოლოდა დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და კარგად აღჭურვილი სამხედრო შეიარაღებული ძალები. ისინი უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებენ საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის განსავითარებლადაც. ფინეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ აპირებს შეიძინოს 64 ერთეული ულტრათანამედროვე F-35 ტიპის გამანადგურებლები. ეს ფინეთის მასშტაბისთვის და რეგიონისთვის უზარმაზარი შენაძენია. მათ ასევე ისრაელისგან შეიძინეს ერთ-ერთი თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური, მაღალ სიმაღლეზე მოქმედი ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელსაც დავითის შურდულს უწოდებენ. მათ ასევე შეიარაღებაში აქვს საშუალო რადიუსზე მოქმედი NASAMS ტიპის სარაკეტო კომპლექსები. ეს ყველაფერი კი ფინეთის ცას ერთ-ერთ ყველაზე დაცულად აქცევს მთელი ევროპის მასშტაბით. ხო, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. ფინეთს შეგვიძლია ერთი დიდი ციხესიმაგრე უწოდოთ. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი აქვს თავდაცვითი ბუნკერები, რომელიც აერთიანებს ისეთ სამოქალაქო შენობებსაც კი, როგორებიც არის ავტომობილის პარკინგი თუ საცურაო აუზები. გარდა ამისა, მათ სპეციალურად აქვს მოწყობილი ავტომაგისტრალები, რათა ის საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნეს როგორც თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკებად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლილი აქვს საიდუმლო იარაღის საცავები. საგზაო ქსელი იმგვარად აქვს მოწყობილი, რომ საკვანძო გზების აფეთქების შემთხვევაში მტერს მოუწევს გავლა იმ გზით, რომლითაც პირდაპირ მოყვება артиლერიის ცეცხლის ქვეშ. და სწორედ ამ სტრატეგიის წყალობით ფინეთმა წლების განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, თავისუფლება და დღეს ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო.